12 კაციანი აკადემიური საბჭო სრულყოფილად ვერ წარმოადგენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. 12 კაცი რექტორის ასარჩევად სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად არის ძალიან მცირე. გარდა ამისა, არსებობს ეჭვები, რომ ეს აკადემიური საბჭოს წევრები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული. ჩვენ დღევანდელი შეხვედრით მათ მოუწოდებთ სინდისიერი გადაწყვეტილების მიღებისაკენ და შევახსენებთ პასუხისმგებლობას საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე და არა ნაციონალური მოძრაობის ან ქართული ოცნების ან რომელიმე სხვა პარტიის წინაშე. ახლა არსებული აკადემიური საბჭოა თავად პრობლემა უკვე, რომელსაც ფაქტია, რომ ლეგიტიმურობა მის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ ისინი თავად იყვნენ დანიშნულები ერთ-ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ. და ახლა ძალიან საეჭვოა მათ მიერ გამოტანილი ასე ვთქვათ არჩევანი იყოს მისაღები რა. ვითხოვთ ხაისფლობისგან დოქტორატურად და იმიტომ რომ განვითარებული საზოგადოების ფუნდამენტი არის მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლების სისტემა და ეს თუ არ გვექნება, მაშინ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების პროგრესი და განვითარება არის მართლაც შეუძლებელი. მე ვაპროტესტებ დღეს იმ ფორმას, რა ფორმითაც აირჩევა რექტორი, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვოს. რომელმა კანდიდატს არ უნდა გაიმარჯვოს, ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის იგი იქნება არალეგიტიმური, იმიტომ რომ შეუძლებელი არის 28000 სტუდენტი სწავლობს და არც ერთი სტუდენტის აზრი არაა დაფიქსირებული რექტორის კანდიდატთან მიმართებაში. აირჩევა რექტორი აკადემიურ სივრცეში დასაქმებული ისეთ პირებით, რომლებიც პროგრესს აჩერებდნენ უნივერსიტეტში, სტუდენტების წინააღმდეგი იყვნენ წლების განმავლობაში და ეს ადამიანები ახლა ირჩევენ პირს, რომელიც იქნება მეთაური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ცხოვრების. ეს არის ყოველად მიუღებელი ჩემთვის. განწყობები, რომელიც მე მსმენია ახლა პროფესორებისგან, სტუდენტებისგანაც მათ შორის, მთავარია რომ ეს განწყობები აისახოს რაღაცნაირად აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაში. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ჩვენ თვითონ მივწეთ ხმა, ხო? ახლა რაც მე მიმიღია ვთქვათ, კონკურსებში ან არჩევნებში მონაწილეობა, მინდა გითხრათ, რომ აი ეს დემოკრატიულობის ხარისხი და არჩევანის თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალია. აი თქვათ იგივე ავიღოთ დეკანის არჩევნები, ხო? პროპორცია რო ავიღოთ ჩვენ სტუდენტების რაოდენობა, ხო, იგივე ჩვენს ფაკულტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აქვს 3000-ზე მეტი სტუდენტი, ხო, როგორც მე ვიცი. მაგრამ ხმას აძლევს 7. აბსოლუტურად უსამართლო არის. ასევე ფაკულტეტის საბჭოში შედიან სრული პროფესორები და ასოცირებული პროფესორები, იქაც გარკვეული სელექცია, მე მაგალითად არასოდეს არ ყოფილა საბჭოს წევრი. და აქედან გამომდინარე დეკანის არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა, ხო? ესე იგი ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ პროფესორები არ შედიან. ეს ხო არ არის სამართლი, ხო? მაშინ, როდესაც პროპორციულად ასისტენტ პროფესორები უფრო მეტია, ვიდრე სრული პროფესორები და ასოცირებული. ნუ ძალიან ბევრი დეფექტია. ამიტომ ესენი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ეს და სასურველია რომ რექტორს აი სწორედ შიდა დემოკრატიის მიმართულებით კონდეს თავისი მკაფიოდ ლიბერალური და დემოკრატიული ხედვა.